საყვარელ ლანა ზოიძე 14 წლის. სწავლობ ბათუმის მეათე საჯარო სკოლაში. ჩემი საყვარელი საქმიანობა არის ცეკვა. უკვე 3 წელია ვცეკვავ ანსამბლ მართვეში. მახსოვს პირველ დღეს, როდესაც მართვეში მივედი, არავის არ ვიცნობდი და ძალიან ნერვიულობდი. ჯერ გავიცანი მასწავლებლები და შემდეგ დავიწყე ვარჯიში. ჩემი ქორეოგრაფები არიან დათო და დარო სირაბიძე. დათო მასწავლებელი არის ძალიან მხიარულიც და ასევე მკაცრიც. საკმაოდ. დარო მასწავლებელი არის ულამაზესი, დიდ გოგონებთან ძალიან მხიარულია და ყოველთვის გვამხნევებს ხოლმე თუნდაც ცეკვის წინ და ასევე სცენაზე გასვლის დროს. უკვე მქონდა 7 კონცერტი და ყველაზე კარგად დამახსოვრდა პირველი, რადგანაც ძალიან ნერვიულობდი და ის ემოციები ყოველთვის მემახსოვრება. ჩემი საყვარელი ცეკვა სატფელო და ამ ცეკვაში ვცეკვავ დუეტს. ერთ დღეს დარო მასწავლებელმა დაგვტოვა გოგონები და უეცრად გამოგვიცხადა, რომ ვიწყებდით ახალი ცეკვის დადგმას, სადაც გვექნებოდა დუეტი და ვიცეკვებდით ამ ცეკვას. ეს იყო ჩემი პირველი სოლო და სიხარულისგან დავფრინავდი. სცენაზე ცეკვა არის ძალიან ამაღლებული განწყობა. ამწარად მახსოვს, რომ ერთ კონცერტზე შემისალა 2 ჯერ, მაგრამ ძალიან კარგად გავაგრძელე და არ გამოჩენილა ის შეცდომა ისე, რომ დაინახა ეს მაყურებელს. მასწავლებლებს, რა თქმა უნდა, ვერაფერი ვერ გამოვაპარე, მით უმეტეს დათო და დარო მასწავლებელს. მე რომ ეხლა კარგი მოცეკვავი ვიყო, ვისურვებდი ჩემს სოლო კონცერტს პარიზში. ცეკვაში ყველაზე რთულია ხაზში ზედიზედ ბევრჯერ ტრიალი. ყველაზე მარტივია ნასწავლილითების გამეორება. ჩემი გეგმაა, რომ იქამდე ვიცეკვო, სანამ შევძლებ ცეკვას. ისე მიყვარს ცეკვა, რომ პენსიაში რო გავარ, მაშინაც ვიცეკვებ. ჩემი სკოლა იმიტომ მიყვარს, რომ მომწონს იქ გარემო, მასწავლებლები, ბავშვები და ყველაფერი რაც იქ არის. ჩემს კლასში ყველაზე მხიარულია გიორგი სურმანიძე, ყველაზე ცელკი კი მიქელაძე გიორგი. ყველაზე ჭკვიანია რომა მსხვილიძე. ყველაზე მშვიდია მაკრინე შანავა. მე ვარ ყველაზე ლამაზი, რა თქმა უნდა, და ვარ კეთილი და ასევე მეგობრული. ჩემი საყვარელი საგანია ინგლისური. ინგლისურის გარდა მინდა კიდევ ვიცოდე ესპანური ენა. საყვარელი მასწავლებელია ნინო ირემაძე, რადგანაც ყოველთვის ითვალისწინებს ჩვენს აზრს, არის ყოველთვის კეთილი, მშვიდი და ყოველთვის გამგებიანი. ჩემი სკოლის დირექტორს არ ვიცნობ, მაგრამ სიამოვნებით გავიცნობდი. პირველ ნახვაზე ვეტყოდი, რომ ამ სკოლაში ყველაზე კარგი გოგო ვარ მე. მე რომ ჩემი სკოლის დირექტორი ვიყო, გამოვიყენებდი იმ ეზოს, რომელიც არის ჩვენ ორ შენობას შორის, რომელიც არის გამოუყენებელი და არ იყენებენ. და გავაკეთებდი სტადიონს, სადაც ბავშვები შეძლებდნენ სპორტზე დაკავებულიყვნენ სხვადასხვა აქტივობებით. ჯერ პროფესია შერჩეული არ მაქვს, მაგრამ ბავშვობაში მინდოდა გამოსულიყავი ექიმი. ექიმობა იმიტომ გადავიფიქრე, რომ არ მაქვს იმის გამძლეობა, რომ ვუყურო დაშავებულ ადამიანებს ან თუნდაც სისხლს. ახლა მინდა ვიყო 18 წლის, რადგანაც ძალიან მინდოდა ბავშვობიდანვე ყოფილიყავი მოგზაური. მე მოგზაურა სხვადასხვა ქვეყნებში, ესპანეთში, საფრანგეთში, ან თუნდაც სხვაგან. შორის ხშირად ვფიქრობ მოდელობაზე და მცირედი გამოცდილება მაქვს ამ სფეროში. მაგალითად 2022 წელს, როდეს სკოლაში მოდიოდნენ ადამიანები, რომლებიც ირჩევდნენ ბავშვებს სამოდელო სტუდიისთვის, სადაც ასწავლდნენ მოდელობას და შემდეგ გამოყავდათ ისინი სცენაზე. მერე გამოვედი პოდიუმზე და მივიღე ჯილდო მის სკოლა 2022 გრან-პრით. სახლში ვცხოვრობთ მე, ჩემი 2 და, დედაჩემი, მამაჩემი და ბებიაჩემი. კიდევ მინდა ყავდეს 1 და 1 ძმა. ჩემი და არის 11 წლის და ქვია ლიზი. ის არის ძალიან ლამაზი, მორცხვი და ძალიან ბევრ სფეროში არის წარმატებული. მეორე და არის 13 წლის და ქვია ანიტა. ანიტა არის საყვარელი, ლამაზი და ძალიან ცელკი. ჩემი აზრით, როდესაც ლიზი გაიზრდება, გამოვა მკერავი და ანიტა მოცეკვავი. მამაჩემი არის ძალიან სიმპათიური, მშრომელი და მხიარული. მას ძალიან უყვარს ჩემი დედიკო. ასე იმიტომ მგონია, რომ ყოველდღიურად ვაკვირდები მათ, ის გამოიხატება ქცევებში და თუნდაც სხვადასხვა საჩუქრებში. დედაჩემი არის ლამაზი, მშრომელი და ძალიან ჭკვიანი. მე ვარ ძალიან კარგი დიასახლისი, ვიცი სახლის დაალგება და ასევე საჭმლის გაკეთება. პირველ საჭმელი რო გავაკეთე, ვიყავი 5 წლის. ეს საჭმელი იყო შემწვარი კარტოფილი. სხვადასხვა გემრიელი გამოვიდა. ჩემი საყვარელი საჭმელია ხინკალი. ახლა ყველაზე გემრიელს ვაკეთებ ცეზარს. ძალიან მიყვარს წიგნების კითხვა და ჩემი საყვარელი წიგნია შეცდომა. მე რომ მწერალი ვიყო, წიგნს დავწერდი სიყვარულის შესახებ. ამ წიგნის მთავარი პერსონაჟი ვიქნებოდი მე. ასევე მიყვარს ფილმების ყურება და ჩემი საყვარელი სერიალია ვამპირის დღევრები. სიამოვნებით ვითამაშებდი მაგ ფილმში მთავარ როლს. ჯადოსნური ჯოხი რომ მქონდეს, ადამიანებს უფრო კეთილს გავხდიდი. ჩემი ოცნების საჩუქარია ნამდვილი მანქანა. 18 წელს რომ გავხტები, ვიყიდი შავ ცელეს. ამ მანქანას ვიყიდი მამაჩემის შემოსავლით, მაგრამ როდესაც გავხტები 21 წლის, ვიყიდი ჩემი შემოსავლით ბრაბუს. წინა მონაწილემ დამიტოვა ასეთი შეკითხვა. დროში მოგზაურობა რომ შემეძლო, სად ვიმოგზაურებდი და როდის? ამ შესაძლებლობის შემთხვევაში მე ვიმოგზაურებდი ჩემივე ცხოვრებაში 10 წლით უკან. შემდეგ მონაწილეს უტოვებ ესეთ შეკითხვას. ვისთან ერთად იცხოვრებ და უკაცრიელ კუნძულზე? მაგალითად მე უკაცრიელ კუნძულზე ვიცხოვრებდი ჩემს მამიდაშვილ ანა ქამადაძესთან ერთად. ჩემი საუკეთესო თვისება ის მგონია, რომ წყენას არ ვიდებ გულში.
დანარჩენი ყოველთვისება ერთმანეთზე უკეთესი მაქვს. ბედნიერება არის ოჯახთან ერთად გატარებული თითოეული წამი. მე ვარ ბედნიერი ადამიანი.